იყო მე-18 საუკუნის მიწურული. საქართველო. როგორც ჩვევია, ისევ მარტო იდგა ისტორიის წინაშე. მთები, ნისლში გახვეული, დანძიმებული და ხალხი ომით გადაღლილი. ეს იყო ქვეყანა, სადაც მიწა მხოლოდ მიწა არ იყო. ეს იყო რწმენა, ეს იყო ღირსება. აქ იბადებოდნენ ისინი, ვისაც უკან დახევა არასოდეს გაუფიქრია, ვისთვისაც თავისუფლება სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სიმშვიდე არასდროს გრძელდება დიდხანს. როცა სამშობლოს საფრთხე ემუქრება, გმირების დრო დგება. ეს იყო ქართლ-კახეთის მეფე, ერეკლე მეორე. მარტო დარჩენილი მტრების ირგვლივ და არჩევანი, რომელიც აღარ იტოვებდა არც დროს, არც სხვა გზას. გეორგიოსკის ტრაქტატი არ იყო გამარჯვება, ეს იყო მცდელობა სახელმწიფოს გადარჩენისა. ხელმოწერა დასმული იყო, მაგრამ მომავალი კვლავ ბუნდოვანი რჩებოდა. სპარსელების არმია ახლოვდებოდა, მრავალრიცხოვანი, დაუნდობელი. ქართველებმა პოზიცია დაიჭირეს და პირველ დარტყმას გაუძლეს. თუ ბედმა გვიღალატა, დამტრის ძალას ვერ დავძლევთ. შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი შინ დაბრუნდეს.